შენ არ ხარო ბოროტიო? არა, ჯუდომი არ ვარ ბოროტი, თუ ეგ გაინტერესებს, თან დაუბრუნოთ ეს უძველია. ვინ მინდა გავარდეს? აი ხა სიმართლე გითხრათ. სიმართლე კიდევ ბევრჯერ გამოვჩდით იყო, იმიტომ რომ შევედი ეგრევე მიკროფონი გამიკეთეს და საერთოდ არ მინდოდა მიკროფონის გაკეთება, იმიტომ რომ სტუმრად ვიყავი და მეთქი უფრო თავისუფლად ვიქნებოდქო და მარიამს უფრო თავისუფლად დაველაპარაკებდი, მაგრამ ვინ გაცალა? აჩიკოც იყო ჩვენი წინა მონაწილე, მაგრამ იმას მიკროფონი არ გაუკეთეს. ტასოზე რას ვფიქრობ? ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზი გოგოა, ლაივში რო გავიცანი ფართიზე, ბევრად უკეთესია ლაივში, ვიდრე ეკრანზე ჩანს და რა თქმა უნდა, ამაზე ლელუ ძალიან მწარდება. ქალბატონო ლეილა დაგბლოკავთ თუ შეიძლება. ვინ გინდა გავარდესო და ნახეთ, ნუ რა თქმა უნდა მე მარიამს გულშემატკივ და მარიამის გავარდნა არ მინდა. ლორენცოც ვთვლი რომ ფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს და ფინალში უნდა იყოს და აი ბონდოსაც დიდი სიამოვნებით დავტოვებდი, იმიტომ რომ ბონდოს დაემართა ხალხო არნახული ფეილი. და ეხლა ბონდოზე გეტყვით ზუსტად რა მოხდა. ბონდო მანდ არის ყველაზე საძულველი ადამიანი, მაგრამ რატო მინდა რომ ბონდო იყოს პროექტში და ეხლავე გეტყვით. ნახე, ბონდომ დაიწყო ვაზელინობა, ჩვეულებრივი, უთავმოყვარეო ადამიანია ეგ თავისთავად, დაიწყო ვაზელინობა და შეეკრა კოალიციას, რის იმედად. ბონდო შეეკრა კოალიციას იმის იმედად, რომ კოალიციასო დიასამ ფარველობსო, დიასას ძმაკაცობასაც ხო იბრალებდა და მე დიასამ თქვა, არა, ძმაკაცი კი არა, უბრალოდ ვიცნობო. რა უთავმოყვარეო კაცია, ძმაკაცობას იბრალებდა ადამიანის 15 წელიაო. ძმაკაციაო თუ რაღაც და კაცი გამოვიდა, ძმაკაცი არ არისო. პროსტა ვიცნობო, ისე ვიცნობო უბრალოდ. ხო და ბონდოს დაემართა უთავმოყვარეო რო არის და ანუ ესეთი შემტენი ადამიანები არავის არ უნდა ხალხო. სანამ ჭირდებოდათ კოალიციაში ყავდათ, რა თქმა უნდა, ლორენცოს წინააღმდეგ და რა გაკეთდა ახლა? ყველაზე უსარგებლო, ყველაზე ნაგავში მოსასროლი წევრი ამოარჩიეს ამ შემთხვევაში ბონდო, რომელიც არის პირველად ყველაზე ნეგატიური შოუმენობას რომ თავი დავანებოთ, პირველად არის ყველაზე ნეგატიური ადამიანი. შემარცხვენელი ყველასი, ყველა მეგობრის შემარცხვენელი, ანუ ყველა ადამიანს გაუტყდება რომ ბონდო ყავდეს მეგობარი. მაგრამ ლელუს რომელიც თვლიდა მაგარ მამაკაცად და თან იქვე ეწვა ხოლმე ეს ბონდო და კურკურებდა და თან დიასასთან კურკურებდა, არ ვიცი გოგო რამდენი სასწრებს. ლელუს არა მჭირდებოდა ყავდა. ეხლა რომ მიჩოჩდნენ ნელ-ნელა ფინალისკენ, ბონდო სად აღმოჩნდა? სწორია, ნაგავში. ძალიან სამართლიანად აღმოჩნდა, მე მგონი, ნაგავში კოალიციისგან. ბონდო, იმიტომ რომ არავის არ ჭირდება რა ეგეთი ვაზელინი და ეგეთი ორპირი ადამიანი.
და დიასამაც რა თქმა უნდა დირექტივები რომ მისცა იქ გასული რო იყო ეს ლელუ დირექტივ დაარიგა ეხა ჭკუა ლელუს ასექენი ისექენიო ხო და შესაბამისად რა ქნეს მოისროლეს ბონდო გუშინ რაც გაუკეთეს თან დაბადების დღე ქონია ბონდოს ვაფშე რატო დაიბადა ეგ ადამიანი მეც მიგვირს ეგეთი არასწორი მაგრამ ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდა ბონდო. ყველაზე არაღირსეულად წავა ეხლა ბონდო. როგორც იმსახურებს, ასევე უღირსად წავა ბონდო და ძალიან სამართლიანად იქნება. გვირილა ხო დაგბლოკე შენ კაცო, ვაი მე რამდენი აკაუნთი უნდა გააკეთო? გვაცა გუშინ ბოლოს მარიამის აქციელზე რა სიტყვი? ამაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი წეღან ვილაპარაკე, მაგრამ ვინც ახლა შემომიერთდით, კიდე გავაჟღერებ, რომ მარიამის აქციელზე მე არ დავდგები მორალის პოლიციის როლში და არ დავიწყებ თითის კრებას და მე და მარიამაც გუში რო ვისაუბრეთ, ვთქვით ეს, ლაივშიც ვთქვით და ისედაც ვთქვით, რომ ამ სიტყვების გამოყენება ნებისმიერ საუბარში ნებისმიერ ადამიანთან არის არასწორი. ამაზე თვითონ მარიამიც ამბობს ხალხონ და მარიამიც თანხმდება და მე ხა რა უფლება მაქვს რომ ადამიანმა რაც უკვე გაიაზრა და იცის რომ არასწორია კიდე თვითი ვუქნიო და ვეძახო რომ ვაიმე ეს როგორ მოგივიდა ეს როგორ თქვი და ასე შემდეგ. გეთანხმებით ხალხო იმაში, რომ ამ სიტყვების გამოყენება არ არის სწორი. 100% თამაში ყველა ვთანხმდებით. უბრალოდ ლელუს სიძულვილის შედეგი, ოღონდ ეს სიძულვილი არის ყოველდღიურად. ეს ბულინგი ლელუს მხრიდან და სიძულვილი არის ყოველდღიურად. რაც ხდება, ლოგიკური გაგრძელება იყო უკვე ეს. და თქვენ წარმოიდგინეთ მარიამა რამდენი მოუთმინა ლელუს, რამდენი მოუთმინა. არ დავიღალე თქვენ ძალიან კი მე ვსაუბრობ ბულინგზე, იმიტომ რომ ჩემი პაროდია, რაც გავაკეთე, მუზების პაროდია, რაც გავაკეთე, გასახალისებლად მივედით ჩვენ პროექტში და მასე ვხალისობდით. თან დავბლოკოთ ეს ქალიც, ვაიმე. და ეს პაროდია ისევე როგორც ზუკაგუ გაკეთებდნენ ხოლმე პაროდიას, არ იყო არანაირი დამცინავი ხასიათის მატარებელი. ლორენცოს გარეშე მეც ვერ წარმომიდგენია ჰაუსი, ამიტომ ლორენცო აუცილებლად ფინალში უნდა იყოს და იქნება კიდეც. ლაივი იქნება საღამოს 10-ზე თუ 11-ზე. ელენე ჰაუსის მონელებაზე ხო უკვე თქვია 1000-ჯერ რომ ვარ ძალიან ჩართული და აქტიური მაყურებელი ვარ და საუბრობ ხოლმე თუ ვისაც არ აინტერესებს ჰაუსის საუბარი შეუძლია არ მომისმენს, მაგრამ ჩემისთან და კაი ამბებს ცხელ სხვაგან ვერ მოისმენთ ვერსად. ბონდო ძალიან გამაღიზიანებელია, გეთანხმებით უბრალოდ,
ძალიან საინტერესო იქნებოდა ბონდოს დარჩენა პროექტში ხალხმა, იმიტომ რომ ეს კოალიციისგან დაკენსერებული და სანაგვეზე მოქნეული ბონდო ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს გუშინ, აი გუშინ ეპიზოდში არ ვიცი ბონდო თუ როდესმე შემეცოდებოდა, არ ვიცოდი. რომელი მუზა უფრო მოგწონსო და არც ერთი ხალხო. რატო დაასცინი მუზებს? არ დავცინი, ერთხელ გავაკეთე პაროდია, ისიც პროდაქშენის თამით რა ქვია, შეთანხმებით. მე ეს ქაჯიელენი ხო დაუბლოკე კაცო, ვაიმე, რამდენი აკაუნტით შემოდიან. გვანცა, გამარჯობა გვანცა. სამსიამოვნოა ჯენი. ჩიკო, ნახე, არ შეგეცოდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ამაზრზენი ადამიანია და მესმის რატომაც არ შეგეცოდა, მაგრამ ნახე, ამდენი ვაზელინობით და ამდენი ძრომიალით კაცმა მაინც ეგ მიიღო, რაც გუშინ მიიღო. ძალიან სამარცხვინოთ მოქნეული წავა ახლა პროექტიდან და რა თქმა უნდა ბონდო წასასვლელია, იმიტომ რომ მაყურებელიც დაიღალა მაგისი ფეხების და ხელების პარჭყვით და მით უმეტეს კოალიცია მოისროლა და ეგ არის რა. გვანცა, ჩემო ლამაზო, მარიამი დღეს პროექტში რჩება და დღეს შეულაბაზე გუში რო იყავი იქ, რატო აღარ ხარ? მარიამი აუცილებლად უნდა დარჩეს პროექტში, როგორ მიყვარხარ შენ და მარიამი, ძალიან დიდი მადლობა. გუში რეები მოხდა და კოალიციამ სანაგვეზე მოისროლა ბონდო, მოკლედ რომ თქვათ და უფრო დაწვრილებით უნდა უყუროთ ეპიზოდს. ალექსანდრე მოდერი როგორ უნდა გაგხადო და გაგხდიდი სიამოვნებით. ბონდომ კაცობის მნიშვნელობა არ იცი, ის ახლა ლელუს რო ეტენებოდა რა ეგონა. ლორენცოსაც კი შეეცოდა ბონდო, მე ძალიან საცოდავია ეგ მართლა. ანდრიას კამზე ვინ არის? ლორენცო, მარიამი და ბონდო. ლორენცოსაც კი შეეცოდა ბონდო, აი გეთანხმებით. გუშინ რომ მიხვედი, კარგი სიტუაცია დაგხვდა, მოგეწონა ახალი გოგო. გუშინ ეპიზოდი რაც გავიდა, იგი იყო გუშინ წინ მოხდა და ეპიზოდი გავიდა გუშინ. სიტუაცია იყო უკვე ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ ფართი გავიდა წითელი დროშები რო ჩატარდა მერე და ნუ ეს ლელუ და ბონდო უკეთ ძალიან საშინელ ხასიათზე იყვნენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ბონდო მიხვდა ყველაფერს, სანაგვეზე რომ მოიქნია კოალიციამ და ლელუც ვერ იყო ხასიათზე, იმიტომ რომ ფართი, როგორ გითხრათ, ძალიან ცოტა სტუმარი იყო. წერილში ხო მიწერეს ლელუს, რომ მინიმუმ 30 სტუმარიო და მივიდა სადღაც 18 მაქსიმუმ თუ 17.
ნუ სადღაც ნახევარი. ხო და მოკლედ ეს ლელუ ვერ იყო. ხასიათზე რაღაცა საჩუქრები გაათამაშა, სოლარიუმის ისინი თავის ძმას მოაგებინა, სოლარიუმის ის რა იყო ეგ ღმერთო ჩემო. ნუ ხა ლელუსგან მეც არც ველოდით. და ზუკა გუგას რომელიღაცა ძმას მოაგებინა რაღაცა თავისი ფოტოსესია. ღმერთო ჩემო, აი მაგის ფოტოსესია ვისა ჯანდაბა თუნდა ქალი არ ჩოლებელი თხა და გიგო. თიკო ნახე ბონდოსგან მე არ გამკვირვებია, აუცილებლად მოიხსენიებდა ეგრე და ეს დიანა და თიანეთინი მუზები რა ბედნიერად უსმენდნენ ბონდოს ესე საშუალოდ რომ მოიხსენიებდა, ერთი პროტესტი არ გამოუთქვამთ. ახალ გოგოზე გეტყვით, ანასტასია გავიცანი პირადად, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ლაივში ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე ეკრანზე. ვაიმე, ეს ფეიკები. ორი მუზაზე ხალხო მე რას ვფიქრობ გეტყვით. ხა დიანას და ზურაზე სიმართლე გითხრათ თუ არ გითხრათ? ალექსანდრე მოდერატ დაგაყენო, თორე ამდენი უზდელები რო არიან, მე ვერ იმას შვები რა ქვია, ვერ ვლაპარაკობ თავისუფლად. ალექსანდრე დავაყენოთ აბა მოდერატ. ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზი ხარ, როცა ჰაუსზე არ ვსაუბრობ. სად ვნახე აბა ლაივში სულ ჰაუსზე ვსაუბრობ და სად ვნახე ჰაუსზე რო არ ვსაუბრობ. მაყურებლის წინაშე უნდა მოიხადოს. გეტყვით, მარიამმა მაყურებლის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, მაგრამ ლელუსთან საბოდიშო არაფერი არ აქვს. მაყურებელთან უნდა მოიხადოს ბოდიში და ლელუსთან არა. სიმართლე დიანაზე და ზურაზე. ვის გინდათ? თუ არ გინდათ არ ვიტყვი. მარიამს გაებუტეო, არა ხალხნო რა გავებუტე. ლიზი ჩავწერე უკვე და დავდეს ვიდეო. ალექსანდრე დაპოსტერა რომ მოდერატ ვეღარ პოულობ აქ კომენტარებში. ევაჩკა მოდერობა, აჰა მოდი მოდერი იყავით ვინმე. add as a moderator. Alexandre. ვის უნდა მოდერატორობა? ალექსანდრეს ვეძებ მოდერატორობაზე გამოთქვა სურვილი და ვეღარ ვპოულობ ალექსანდრეს. აქვარო, ალექსანდრე, მოდი დაგამატებ მოდერატორად. ედ მოდერატორი და არ ერთვება, უი. Only followers can be უნდა დაგაფოლოw, კარგით. Follow და დავამატოთ ალექსანდრე მოდერატორად. ალექსანდრე follower-ი უნდა იყო, აბა დამაფოლოვე და დაგამატებ მოდერატორად.
აჰა, დაგამატე ალექსანდრე, შენ იმედი მაქვს მოკლედ და ეხლა უნდა მოვყვე. უნდა გითხრათ სიმართლე დიანაზე და ზურაზე. მოკლედ. ეს ჩემი თოვლის ბაბუა. მოკლედ დიანას დიდი ხანია მოსწონს ზურა. და ეს ფლირტი და ეს მაგათი ტანსაცმელების გამოწვლა და საძინებლებში წამოწოლა და ასე შემდეგ. მოკლედ ერთ-ერთი მაგისი ფლირტის ის იყო, რა ქვია, მეთოდი, მაგრამ როგორია დიანა თვითონ ხასიათით, ხო? დიანა ხასიათით არის წამგლეჯავი. ანუ ნახეთ, ფლირტის გარდა არაფერი არ აქვს ზურასთან, მაგრამ თვლის რომ თუ ვინმე გამოჩნდა ანასტასია, ან მარიამი, ან ვიღაცა უნდა ადგეს და ეს წაგლიჯოს, წაართვას ეს ბიჭი. ზურა ეუბნება, რომ ჩვენ შორისო არანაირი ურთიერთობაო არ არისო. ანუ მაგათ შორის ფლირტის გარდა არ არის არაფერი. მოდი ვთქვათ, რომ გოგოსა და ბიჭ შორის როდესაც არ არის სასიყვარულო ურთიერთობა და არის ფლირტი, აქედან შენ რომ მესაკუთრეულ კლანჭებს აჩენ და ვიღაც გოგოს, რომელსაც ასევე შეიძლება ფლირტი კონდეს მაქსიმუმ ამ ბიჭთან, აი ესე საზიზღრად ექცევი, აი ესე სასტიკად უსწორდები, ლანძღავ, წივი ხარ, კივი ხარ, აქ როჟებს უკერავს ამ ზურას, აქეთ, ეხლა ზურა მე შემეცოდა, ზურასთან არ მაქვს მე გადასარევი, კარგი ურთიერთობა, მაგრამ რაც დიანა უკეთებს ზურას, ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა. აიძულებს, რომ ანასტასიასთან არი ურთიერთოს, მეო სადაც ვარ, რომ ანასტასიას არ დაუძახო, არ მოვიდესო, დიანა, ვინ ჩემი ფეხები ხარ, კაცო, როგორც შენ ხარ მონაწილე, ისე არის ანასტასიაც, ხო? მაგრამ ნახეთ, რომ აი აქ ყურადღებით და იმით, რომ გატუტუცდა ეს გოგო და აი ამ იმეებით, რა ქვია, გულშემატკივრებით და ასე შემდეგ, ამან ჩათვალა, რომ რატომაც არ ამ ზურას ავიღებ ახლა მე და ეს ხო ჩემთვის მინდა და მოდი წავგლიჯავ ვინმეს. ამ შემთხვევაში ანასტასია დაინახა, რომ არის მისი კონკურენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ რასაც უყურებთ, პროექტში გაიცნეს ერთმანეთი და პროექტის გარეთ არც არაფერი არ ხდება, სულ პროექტში არიან, ფლირტის გარდა მაგათ შორის არაფერი არ ყოფილა. მაგრამ როგორი თავგანწირვით არის და როგორი აგრესიით არის წარმოდგენილი ეს დიანა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა საშინელ დღეში ჩააგდებს ეგ ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქნება ურთიერთობაში. ეგ არის ხასიათი, კი ბატონო, მაგ ხასიათს არაფერი არ იშველება, ადამიანი არის აი ეგეთი წამგლეჯავი ბოროტი. და აი ამ ზურას ეკაჩავება, რომ სადაცო მე ვარო, იქ ანასტასია არ მოვიდესო, დიანა ვინჯან დაბახა, რა ვიცი, რატო არ უნდა მოვიდეს, შენია ეგ სახლი, შენი საკუთრებაა, არც ჰაუსია შენი საკუთრება და არც ზურა, რა უფლებით უკრძალავ ვინმეს სადმე მოსვლას, დაჯდომას და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, ადამიანის ბუნება არის ეგეთი, გამოუშვეს ეგ თბილისში ოჯახიდან და შვილო დაავალეს. არიქა ყველას თავი გადაამტვრიე, თუ ვინმე მოგეწონა, არავის არ დაუთმო და ასე შემდეგ. თქვენ წარმოგიდგენიათ ეგ რა დღეში იქნება? მაგრამ ამ შემთხვევაში დიანა და თინათინი ერთად მოქმედებენ და დიდი სხვაობა არ არის, ერთი რომ რამე სიტყვის მეორე ეთანხმება.
უკვე რადგან 4 კვირაო, ანუ ანასტასიას ეუბნებიან, რომ შენო, რას ქვიაო, დივანზეო დაჯექიო ზურას გვერდით, ანუ ანასტასიამ 3-4 დღის განმავლობაში რაც გააკეთა, მაქსიმუმ ეს იყო, რომ ზურას გვერდზე იჯდა დივანზე და ეს დიანა ხან ამ რა ქვია ტუალეტში შეიკეტებოდა ამ ზურასთან ერთად ტანსაცმელებს გამოიცვლიდნენ ხან იქ წამოწებოდა ჯერ მთელი ღამე იქ საძინებელში იყვნენ შეკეტილები ანუ ეს არის მაგისი ქცევის ნორმა და წარმოიდგინა რომ შეიძლება სხვა გოგო მას ესე გააკეთოს და უკვე ეგ აღარ მოეწონა მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას ბევრად თავდაჭერილი ქცევა აქვს დიანასგან განსხვავებით, ვიდრე დიანას. დივანზე არ დაჯდესო შენს გვერდითო, ხალხო, ამას უკრძალავს ზურას, ეგეთი რაღაცა არც გამიგია, მაგრამ ეხლა როცა დიანასნაირი ქაჯი ხარ, გაიგებ კი. გოგოს უკრძალავს ზურას გვერდზე დაჯდომას დივანზე, მაშინ როცა ზურა მაგისი არავინ არ არის. უბრალოდ ფლირტი აქვს და ზურამ ძალიან არაორაზროვნად თქვა და მთელი ჰაუსის წინაშე და კამერების წინაშე რომ არაო ჩვენ ურთიერთობაში არ ვართო. კაცი ამბობს რომ ურთიერთობაში არ ვართო ზურა ამბობს და ეს დიანა სხვა გოგოს უკრძალავს ზურას გვერდზე ჯდომას. ქაჯობის პიკი. ქაჯობა როგორ გამოიყურება? კი ბატონო, ეს არის დიანას და ბუზების საქციელი. ზუსტად ისეთივე მონაწილეა ანასტასია. ზუსტად ისეთივე მონაწილეა ანასტასია, როგორც დიანა და დიანამ დაიწყო იქ მასპინძლობა და უფროსობა არიქაო, ჩვენო 4 კვირაო აქ ვართო, შენო 4 დღეო და რა უფლებით ჯდებიო ზურას გვერდზეო დივანზეო. აი, თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ ესეთი ქაჯობის პიკი კიდე სად გინახიათ, სადმე გინახიათ? თან ამ დიანას ეუბნება ეს ზურაო, რომ არაო, ჩვენო არ ვართო ურთიერთობაში. უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა აქ მეგობრული ისევე როგორც ზურას, ისევე როგორც გუგას. ამ ორთან, ანუ მე ძალიან კარგად მესმის ზურა გუგა და ეს მუზები რატო დაახლოვდნენ, იმიტომ რომ ესენი არიან რეგიონიდან, დაახლოებით ერთი ასაკის არიან და დაახლოებით ერთნაირი აზროვნების და გაგების ხალხია. და ამიტომაც გაუგეს ერთმანეთს კარგად და ამიტომაც დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ. მაგრამ ძალით ხალხნოა ესეთი ქაჯობით და ესეთი ძალადობით დიანა რო ცდილობს რომ ზურა დაისაკუთროს და იღლიაში ამოიდოს და წააცუნცულოს ესე არ ხდება ხალხნო ადამიანი სოფლიდან არის ქალაქიდან არის მონაკოდან არის თუ თბილისიდან არის ეს ადამიანი თვითონ უნდა მოუნდეს და თვითონ უნდა შეუყვარდეს ახლა რაცა უნდა აუკრძალოს ანასტასია იქნება მარიამი იქნება თეონა იქნება თუ თამუნა იქნება ზურას გვერდზე ჯდომა დიანას გონია რომ ზურა უფრო მეტად მაგისკენ წავა არ ვიცი ანუ ეგეთი ორუჯრედიანი ადამიანი მე არ ვიცი დიანა რაღაც პონჩი მეწოდება კი ნაწილობრივ მეწოდება მაგრამ ისეთი ქაჯია რომ არ ვიცი რა უფლებით უკრძალავს ვინმეს ეგ სადღაც მისვლას იქ დივანზე დაჯდომას და არ ვიცი ზურამ დიანა გამოიყენა კი ბატონო გამოიყენა და მაგასაც ბონდოსავით მოისვრის ძალიან მალე მაგრამ ეს მის
ნიაკო არ ვარ ჯერ 45-ის არა მარიამს ვუმესიჯებთ არა მე დიანასთან და თინათინთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება, იმიტომ რომ ძალიან შეუგნებლები არიან. იმ დონის შეუგნებლები არიან, რომ აი გამარჯვებაზეც უკვე შეიძლება რაღაცა რომ ივედი მოვარდნენ ეს მუზეები, გვანცაო ჩვენზეო შენო გაბრაზებული თუ რაღაცა რატო არ გვესალმებიოთ რაღაც და მაგათთან რომ მივიდოდი კიდე რაღაცა ჭყილს დაიწყებდი და საერთოდ არც მივსულ ვარ. საერთოდ არც მივედი არანაირი კონტაქტი მაგათთან არ მინდა, იმიტომ რომ არიან მწივანები და ქაჯები, ამიტომ ვიფიქრე რომ მოდი მაგათთან საერთოდ არანაირ ურთიერთობას საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მინდა თქო თვითონ მოვიდნენ ესე უტიფრად კამერების თვალწინ დიასა არ იყო ფართიზე, მაგრამ შეიძლება ლაივზე იყოს. კი, შეუგნებელი ადამიანი ურთიერთობაში შეუგნებელია და 4 კვირა არის იქ და უკვე დაიწყო იქ უფროსობა და ახალ გოგოს როგორ ეჭიმება და როგორ იმეშება აქ არ დაჯდა იქ არ მიხვიდე ზურას არ დაელაპარაკო ვერაფერს ზურას თუ არ მოსწონს ხალხნო დიანა შენ რაც არ უნდა აუკრძალო ვინმესთან მაგ ზურასთან ჯდომა დიანა ჩემო კარგო სად ხარ თუ ზურას არ მოწონხარ და ამ ადამიანს არ უნდიხარ და არ მოწონხარ ხო უბრალოდ ფლირტი ქონდა შენთან ეგ არ ნიშნავს რომ შენზე გიждდება ხო რაც არ უნდა გოგოებს აუკრძალო მის გვერდით დივანზე ჯდომა მაინც შედეგი იქნება რომ ზურას არ მოწონხარ და არ უნდიხარ ვერაფერს ვერ ისა უბრალოდ შენი ქაჯურის აქციელით ჩემო დიანა ვერაფერს ვერ გახდები აგერ მithქოს შემსავით შენ ჭკუას ვერავინ ვერ დაგარიგებს მაგრამ ვერც ვერ შდიდათ მომსმენი არ ხარ ალექსანდრე ყველა ვუმესიჯებთ კი ბატონო ხო, აი წარმოიდგინეთ, ეს ორი შეუგნებელი და რა უფლებით უკრძალავს ვინმეს ამ შემთხვევაში როგორც თვითონ არიან ჰაუსის წევრები, ასევე არის ანასტასიაც, ხო მე რა ახალი წევრია. მაგრამ უკვე თავს უფლებას აძლევენ ეს თავხედი გოგოები, რომ ვინმეს აუკრძალონ ზურას გვერდით ჯდომა. ამ ზურას ეს დიანა მაინც არ მოწონს და მაინც არ უნდა. მაგრამ აი ეს დიანა ესე თulis რომ თუ ძალით უნდა მიადგეს ერთი გოგო იქით გადააგდოს მოიქნიოს ამ ზურას დასვავს და აკაჩავებს ჩვენი ურთიერთობა არაფერი ფლირტის გარდა არ ყოფილა მაგრამ დიანამ ჩათვალა რომ ზურა არის უკვე მაგის
რაღაც დონეზე მეცოდება ეს გოგო რო ეგეთი ტვინპრიალა არის, მაგრამ რაღაც დონეზე ანუ მიხვდება რომ ბონდოს როგორც გაუკეთეს და მოიქნიეს, ასევე მოიქნევენ მაგდიანას. წავედი ხა მეგობრებო, მე ლაივზე მივდივარ დღეს. ლაივი არის რომელზე 11-ზე ხო თუ 10-ზე. მოკლედ 10-ზე უნდა ვიყო იქ, მანამდე მაქვს საქმეები. თუ მოვახერხე, ხო გზიდან კიდე ჩაგერთვებით ლაივში და წაგეჭორავებით. ეხლა ვინც ამბობს, რომ ალექსანდრე, აი ზუსტად ეგ თუ არ თუ ვაკუთ რატო შემოდიან და რატო მისმენენ? ის ამბებისაც არ აინტერესებს. ამ შემთხვევაში ჩემთან ლაივში რატომ შემოდის, არ ვიცი მოკლედ. ჯავახა და მარიამის აკაუნტიდან დავამატე მოდერატორად. ეს ვინც არის? და არავის არ დავცინი, როგორც არის ისე ვამბობ და შენ თავზე ილაპარაკეო. რა გაინტერესებთ ჩემზე და დაგელაპარაკებით არ მეზარება. ზურას ლელუ მოწონს, ხო, მაგრამ დიასასთან არის ახლა ლელუ და ვერაფერს ვერ იზავს ზურა. დიანას მართლა მოწონს სალომე, გეთანხმები. მართლა მოწონს კი არა, უკვე ჩათვალა რომ ზურა არის მაგისი და ჰაუსიდან რო გავა ზურას წაიღებს, წაიყვანს სახლში. ჯავახას რაც შეეხება, ჯავახას შემდეგ კვირაში რა თქმა უნდა ჯავახა გაბოსდება და ჯავახა იქნება ბოსი და დიდი იმედი მაქვს რომ ჯავახას ბოსობის დროს მარიამი აუთსაიდერის სკამზე არ იქნება, თუმცა არაფრის გარანტია არ არის. შემდეგ კვირაში მგონია რომ ჯავახა იქნება ბოსი. და შესაბამისად მარიამს ექნება ბევრად მეტი შანსი რომ აღარ იჯდეს აუთსაიდერის სკამზე, თუმცა ხმა მიეცით მარიამს, თუმცა მე მგონია რომ ჯავახამ ძალიან ღირსეული საქციელი გააკეთა. მაშინ როცა მარიამს თითის ქნება კი არ დაუწყდა ჭკუის სწავლება, რომ რას ქვია ეს სიტყვები თქვა და ის სიტყვები თქვა. ახსნა ადამიანმა ჯგუფში პოსტით დადო და ისედაც თქვა ამ ადამიანმა, რომ ეს იყო მარიამის მხრიდან არასწორი საქციელი, მაგრამ იყო პროვოკაციაზე პასუხი. და პროვოკაციაზე პასუხის შესაბამისად იყო ეს გაღიზიანება და აგრესია. თუმცა ჯავახა რო ამ რთულ პერიოდში მარიამს გვერდში უდგას, ეს ძალიან დასაფასებელი საქციელია. მე კიდევ იმაზრზე ვარ ხალხნო, რომ მარიამზე და ჯავახაზე love story რაც არის. მე არ ვიცი რამდენად ნამდვილი სიყვარულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ. მეც რო ვიყავი ხა სტორები რო დავდი ფართიდან, ნახავდით რომ სულ ერთმანეთს შესციცინებდნენ, სულ ერთმანეთთან იყვნენ ჩახუტებულები, ერთმანეთის მეტი არაფერი არ უნდათ, კამერები იყო, არ იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ფართიზე ჯავახა და მარიამი ერთობოდა მარტო.
და ლორენცო, იმიტომ რომ ერთმანეთი ყავდათ, ერთმანეთი ჩახუტებულები, აი ესე და ბარბარე გამარჯობა. თინათინს ლორენცო მოსწონს, მაგათ მე მგონი ყველა შარლიანი მოსწონთ. სალომე ლორენცო ყველაზე კარგი მოთამაშეა, გეთანხმები. ლორენცო არის სუპერ. მუზები შარს მომდებენ თუ რას იზავენ, ძალიან არ მაინტერესებს ეგენი. მე მაგათთან არ მაქვს არანაირი შეხება და კონტაქტი და არც მაინტერესებს ეგენი ვიზე რა სიტყვია. ლელუ ვიზე რას ამბობს, რა იცი, ფართიზე ლელუ რო დავინახე, მეგონა ტინტო ბრასის პერსონაჟი კიდან პლუს 18 ფილმებიდან. არ ვიცი. გადმოლაგებული ამ გოგოს ყველაფერი და თავზე დააწყო ყველას თავისი სხეულის ნაწილები და არ ვიცი. კვანცა, დები მუზები საიდან არიან ხო? ჯანდაბიდან, რა ვიცი. წავედი მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან. ლაივამდე, მოკლედ დღეს დიდი დღეა, ლაივზე მივდივართ აუცილებლად და ლელუ გაბანძდა. ლელუს უბანძი იყო ჩემი აზრით. უბრალოდ მე ვიყავი მის დამი ნეიტრალურად განწყობილი და არასდროს არაფერზე ჩვენ კამათი არ მოგვსვა, უბრალოდ სიძულვეს ასხივებდა ეს გოგო ყოველთვის. და წავედი მოკლედ, ვუმესიჯებთ მარიამს, ვგულშემატკივრობთ მარიამს და აბა თქვენ იცით.